კანის ფესტივალის კინობაზრობის ფარგლებში ეროვნულმა კინოცენტრმა ქართულ პავილიონში სტუმრებს უმასპინძლა. ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები სხვადასხვა ქვეყნის კინომწარმოებლებს, კინოდისტრიბუტორებს, სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე მათ საომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრეს. ქართული ფილმების შესახებ ბევრი ვიცი და ძალიან მიყვარს. ლევონ კოღუაშვილთან თანამშრომლობ, ის ძალიან კარგი რეჟისორია. კანში 2 წლის წინ აღმოვაჩინე და ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ვფიქრობ, ქართული ფილმები ძალიან საინტერესოა, მოკლე, კონკრეტული და ყველა დეტალში იგრძნობა ფიქრი და ზრუნვა. ლევანმა დიდი ყურადღება დაუთმო სცენარს, სიუჟეტს. გულისხმობ მის ფილმ მეოთხე ბრაიტონს, რომელიც კარგად არის დაწერილი. ლონდონში ვცხოვრობ და ბოლო 10 წელია რაც მდივანების ოჯახს ვიკვლევ. ცხადია, ისინი იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეები იყვნენ. მათი საუკეთესო მეგობრები იყვნენ დალი, კოკო შანელი, კონან დოილი, ადამიანები, რომლებიც დღესაც ძალიან აქტუალურები არიან. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ისტორიული და ამავე დროს აქტუალურიცაა. გონია, რომ მთელი ეს თემა ღირდა თანამედროვე აუდიტორიისთვის წიგნის სახით წარგვედგინა. წიგნი გასულ წელს ლონდონში გამოიცა. ახლა ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ ეს წიგნი ეკრანზე გამოვა. ჩვენ თანამშრომლობთ თინათინ ყაჯრიშვილთან და ლაშა ხალვაშთან. შეიძლება ეს იყოს მხატვრული ფილმი ან სატელევიზიო სერიალი. ეს ზუსტად ის თემებია, რომლებიც მოგვითხრობს წარმოუდგენელ ისტორიულ ამბავს 1920-იანი და 30-იანი წლების ძალიან საინტერესო პერიოდის ისტორიას, რომელიც ახლა დიდწილად დავიწყებულია. დიდი ხანია ვხედავ საქართველოს დროშა რო ფრიალებს ამ ქართული პავილიონი რო არის კანის ფესტივალზე და ესეთი ხალხმრავლობა რო არის კიდევ უკეთესი არის, რომ რაღაც ხიდები გაკეთდეს ევროპასა და საქართველოს შორის, გინა სხვა ქვეყნებს შორის, ხელოვნების თვალსაზრისით რომ ფილმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ან ქართული ფილმები რომ გამოვიდნენ საქართველოდან საერთაშორისო ასპარეზზე და მე მგონი რომ ესე უნდა გაგრძელდეს ყოველ წელს. მიღების ფარგლებში გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ქართულ რეჟისორებსა და პროდიუსერებსა და უცხოელ კოპროდიუსერებს შორის და იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდება, ასევე იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დავბრუნდებით კანის კინოფესტივალიდან, რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს გავაცნობთ ქართულ საზოგადოებას.